მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგანს. უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ გამოიწერეთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ. დიდი მადლობა გუშინდელ ვიდეოსთან გამოხმაურებაზე, რომ დამიწერეთ თქვენთვის სასურველი თემები, რაც გაინტერესებთ და რაზე გავაკეთო გაშლები. ერთ-ერთი თემა იყო ესეთი, გამოჩნდება თუ არა ახალი პარტნიორი თქვენს ცხოვრებაში, ხო? ადამიანები, რომლებიც არც წარსულს მისდირიან, არც ჯერჯერობით არ არის გამოჩენილი არავინ და ვნახოთ, გამოჩნდება თუ არა, უბრალოდ გავაკეთოთ ორ ვარიანტზე, იმისთვის, რომ ასე თუ ისე მაინც კარგად გავიგოთ, ხო, ყველაფერი. ნახეთ, ორი ვარიანტი იქნება, მაგრამ პირველი რაც იქნება, თქვენ რა ენერგიებში იმყოფებით, ის ვნახოთ და მერე უკვე გამოჩნდება თუ არა. მოკლედ ასე. პირველი ვარიანტი, მგონი ჩანს. მეორე ვარიანტი, პირველი და მეორე. რო გაგიატულდეთ უფრო მეტად, მოდით ესეთი პატარა, ესეთი კვერცხია თეთრი, პირველი. და მეორე გავაკეთოთ ესეთი ავანტურინი. თეთრი და მწვანე. და ვნახოთ, ვინ ხართ თქვენ, ანუ რა ენერგიები ამოვა და შემდეგ გამოჩნდება თუ არა თქვენთან პარტნიორი. იმედია ჩაიფიქრეთ თქვენი ვარიანტი, მე მეორე ვარიანტს გადავდებ და დავიწყებ, ვინც აირჩია. აი, ესეთი პატარა კვერცხი. ეგ დავდებ, მე მგონი გამოჩნდება. გამოჩნდება თუ არა თქვენ ჯერ რა ენერგიებში ხართ, ბოდიშით. ანუ ესე იგი, ნახეთ თქვენ ენერგიებს რაც შეეხება. თქვენ ამ ეტაპზე მთლიანად გადართული ხართ სამსახურზე, სამუშაოზე, დაალაგებაზე. სხვათა შორის ადამიანები ის ან ესე ვიტყოდი, შორიდან გაკვირდებიან, შორიდან გათვალიერებენ. თითქოს როგორი მომენტია თუ აი შეიძლება ითქვას, რომ დაინტერესება შეიძლება იყოს თქვენს მიმართ, მაგრამ იმდენად რაღაცნაირად არ აძლევთ საშუალებას ახლოს მოვიდნენ ადამიანები, ხო? და ცოტა შორიდან გიყურებდნენ, იმიტომ რომ თქვენ ამ ეტაპზე ხართ ადამიანი, რომელიც თქვათ ცოდნას, სამუშაოს, პირად განვითარებაზეა ორიენტირებული. აი დღესდღეობით თქვენთვის პირველი ფუნქცია რაც არის, ეს არის თქვენი პრიორიტეტების, არა პირადი ურთიერთობა, არამედ თქვენი პრიორიტეტების, რომელიც ცოტა უფრო ესეთი მიწიერი ყოფის მდგომარეობა არის, იშრომოთ, მოიზიდოთ, გააკეთოთ, დაალაგოთ, ხო? წინ წახვიდეთ, რაღაცა შექმნათ თქვენი მომავალი, ესე რომ ვთქვათ, თქვენი რაღაცა ის საჭიროებები მოიხვეჭოთ. კარგით, ნახოთ, გამოჩნდება თუ არა თქვენთან. იცით რა არის? ცოტა რთულია გამოჩენა აქ სიტუაციურად, იმიტომ რომ ნახეთ როგორი მომენტი არის. რაღაცნაირად თქვენ ჯერ მეტყვით ძალიან ბევრი დაწერთ კომენტარებში, რომ დიდი ხანია გავუშვი წარსულშია, დავშორდი და საერთოდ არ მახსოვს და ასე შემდეგ. აქ თითქოს ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში იყო, არ გაგიშვიათ ენერგეტიკულად. აქ თითქოს რაღაცა მაინც გაქვთ იმის მოლოდინი, რომ წარსულიდან შეიძლება ვიღაცა დაბრუნდეს. რაღაც მომენტში, აი თითქოს იცით როგორი მომენტია, რომ აი წარსულთან მიმართებაში არ გაქვთ განთავისუფლებული, არ ყავთ გაშვებული, ბოლომდე არ გაქვთ დაკეტილი კარები, ხო? რაღაცა არის, აი შეიძლება მეორე მომენტიც არის ის, რომ აი როგორც გითხარით, იმდენად ახალი ურთიერთობისთვის იმდენად გაქვთ კარები მიკეტილი, თქვათ თუნდაც გამოცდილებიდან გამომდინარე, რომ თითქოს აქ არ უშვებთ თქვენ თვითონ ადამიანებს. აქ შეიძლება რომ უნდოდეს ადამიანს თქვენთან მოსვლა, მაგრამ არ აძლევთ საშუალებას, რომ თქვენამდე მოვიდეს. არ აძლევთ საშუალებას, რომ თქვენი გული დაიპყროს, ხო? რაღაცა შეიძლება ითქვას არ იკარებთ, ხო? რაღაც ესეთი მომენტი არის. ნახოთ, გამოჩნდება თუ არა.
როგორც გეუბნებით, შემოყარკვეთ, კი, შეიძლება რაღაცას თითქოს ელოდებით, თითქოს გინდათ რომ გაუშვათ, თითქოს გინდათ რომ შეცვალოთ სიტუაცია და მდგომარეობა და გახსნათ კარგი, მაგრამ აქ რაღაცნაირად გარღვევა უნდა გააკეთოთ იმ სიტუაციის, რომელშიც ახლა გარღვევა უნდა გააკეთოთ, უნდა მისცეთ ადამიანებს თქვენთან სიახლოვე, თქვენთან რაღაცა კომუნიკაცია, ხო, ხა ესე პირდაპირ ურთიერთობის რაღაცა სხვადასხვა საფეხურზე ზედა საფეხურით ვერ დაიწყებთ, ხო, რაღაც ცდელობა მაინც უნდა აცადოთ ადამიანს, რომ თქვენთან ურთიერთობაში ეს ადამიანი რაღაცა ნელ-ნელა გადავიდეს, ხო? აქ გასახსნელი გაქვთ, აქ შეიძლება ითქვას, რომ ჩასაჭრელი გაქვთ ჯერ კიდევ, გასანთავისუფლებელი გაქვთ ენერგიები, მაქსიმალურად უნდა გაანთავისუფლოთ თქვენი ენერგიები იმისთვის, რომ ადამიანი შემოვიდეს, თორე ადამიანი ნამდვილად არის, რომელიც შეიძლება ესე ვთქვათ, შორიდან გიყურებთ, რომელიც გაკვირდებათ, რომელიც ვერ ბედავს რაღაცა ახლოს მოსვლას, ვერ რისკავს ახლოს მოსვლას, იმიტომ რომ თქვენი შეიძლება იმდენად ყველაფერზე და ყველა სიტუაციაზე ხართ რაღაცა ესე ხელჩაქნეულით ვერ ვიტყვი ხა, როცა ამ კითხვას შემოვა თუ არას კითხულობთ, მაგრამ თითქოს იმედი არ გაქვთ, რომ ისეთი ადამიანი გამოჩნდება თქვენ ცხოვრებაში, ვისაც ნამდვილად ენდობოდით, ხო, ვისაც ნამდვილად მისცემდით იმ შანსებს, რომელიც თქვათ რაღაცა სხვა ურთიერთობისკენ გადაგივართ. ისე რომ პირველი ვარიანტი კი არის შანსები, უბრალოდ ჯერჯერობით თქვენთან ვერ შემოდის ვერავინ, იმიტომ რომ თქვენ არ გაქვთ დასრულებული და დახურული სიტუაციები, თქვენ არ ხართ მზად იმისთვის, ქვეცნობიერით თუ რაღაცა შინაგანი ენერგიებით, რომ რაღაცა ახალი ურთიერთობა დაიწყოთ, ასე რომ ჯერ დაასრულეთ და გაანთავისუფლეთ თქვენი ენერგიები, ხო? მოდით, აბა რა არის ამისთვის საჭირო, ვნახოთ. ვიცით რა, თითქოს თქვენი ხო, აი აქ კონფლიქტები გაქვთ დასამთავრებელი, თქვენ საკუთარ თავთანაც შეიძლება ითქვას. აი ნახეთ, როგორი მომენტი არის თქვენი თვითშეფასების მდგომარეობა, თქვენი რაღაცა აი ეს შინაგანი კონფლიქტების დასრულების შემდეგ თქვენთან გამოჩნდება უკვე ადამიანი, რომელიც მოვა, გადმოდგავს ნაბიჯს, ეცდება რომ დაიპყროს თქვენი გული და აი ზუსტად ის ადამიანი მოვა, ვისაც თქვათ ელოდებით, ხო? თითქოს რაღაცა მომენტში აქ ვიცით რა არის, აი არ მინდა ესეთი მომენტი იყოს, რომ წარსულიდან ვიღაცა დაბრუნდეს თქვენთან, მაგრამ აი თითქოს წარსულს ელოდებით პირველი ვარიანტი და ამიტომ მოდით წარსული გავუშვით, დახურეთ, გაანთავისუფლეთ შინაგანი კონფლიქტებიდან განთავისუფლეთ იმისთვის, რომ ახალი ურთიერთობა შემოვიდეს. დახურეთ ყველა ის კარები იმისთვის, რომ ახალი ენერგიები შემოვიდეს და თქვენთან შემოვა ადამიანი, რომელიც ძალიან ესე დღესდღეობით ცოტა ესეთი შორიდან გიყურებთ, შეიძლება კიდევაც ერთი ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან ესეც აკეთებდეს, თვლად არ მოდიოდეს, მაგრამ ძალიან შორსაც არ იყოს, ხო, თქვენს ახლოს ტრიალებს, იმიტომ რომ აქ მიჩვენებს, რომ ძალიან ახლოში ყავთ ის ადამიანი, რომელიც თქვათ ინტერესდება თქვენთან, შეიძლება სამსახურში თანამშრომელი იყოს, შეიძლება რაღაცა სამეგობრო წრეში ვიღაცის მეგობრის მეგობარი, როგორც ხდება ხოლმე, ყოველ შემთხვევაში აქ არსებობს ადამიანი, რომელიც თქვენ გაკვირდებათ და თქვენთან აპირებს მოსვლას, მაგრამ თქვენიდან გამომდინარე ფიზიკურად ვერ ახერხებს რომ მოვიდეს. მოკლედ, პირველი ვარიანტი. და ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტი რას გვეტყვის, ვინც ავანტიურინი აირჩია, მეორე ვარიანტი. მოვა თუ არა, ჯერ ვინ ხართ თქვენ? ხო, თქვენ ახლა ხართ რაღაცა დასრულების, გაშვების, განადგურების, აბსოლუტურად ყველაფრის წაშლის ენერგიებს შესაძლოა ვთქვათ, ნახეთ. ყველაფრის წაშლის ენერგიები ნიშნავს იმას, რომ თქვენ თუ კი რამე
გაწუხებდათ ურთიერთობა, მოდით ახლა ურთიერთობაზე ვაკეთებთ ესე ვთქვათ, ყველანაირი ურთიერთობა გაშვებული გაქვთ, დასრულებული გაქვთ, არანაირი წარსულის მომენტი აღარ გაქვთ, აი ყველაფერი ჩახურეთ, აბსოლუტურად ყველაფერი დაამთავრეთ და იწყებთ რაღაცა ახლა. ხო, შესაძლებელია ეხლა ჯერ კიდევ გაქვთ როგორი მომენტი, იცით, აი ბოლო ნამცეცები რო დარჩებათ, აი რო გამოჩნდება სადღაც შორს და რო გინდათ რომ მოიშოროთ, ხო, აი რაღაც მოშორების, ჩამოშლის, გაშვების, რაღაცა ცოტა ისეთი პერიოდის მდგომარეობა გაქვთ მეორე ვარიანტის ადამიანებო. ანუ თავისუფლდებით, ანუ ამთავრებთ, ხო? ყველანაირად ვცდილობთ რომ დაამთავროთ აქ სიტუაციები. კარგით, ნახოთ, შემოვა თუ არა თქვენთან. შემოვა თუ არა თქვენთან. აი მეორე ვარიანტს ესე შეიძლება ვთქვათ და გითხრათ რომ თქვენთან ცოტა სხვა სიტუაცია. თქვენ კი ხართ ამ ყველაფრის გაშვების და დამთავრების და ჩამოშლის მდგომარეობაში და არც ვთავებთ ყველაფერს, მაგრამ მოდით დააკვირდით, რატო ხდება და ეს ალბათ პირველი მდგომარეობა არ იქნება ურთიერთობაში, რომელიც თქვენთან მოხდა, ხო? პირველი მდგომარეობა არ არის ურთიერთობის, რომელიც მიყვანილი ბოლომდე დაიშალა, მიყვანილი რაღაცა სიტუაციამდე დაიშალა. აქ არსებობს რაღაცნაირი, ესე ვთქვათ, ნეგატიური ზემოქმედებები, რომელიც არ გაძლევთ საშუალებას იმის, რომ თქვენი პირადი ურთიერთობა დაალაგოთ. აქ არსებობს კონკრეტულად ნამუშევარი, შეიძლება ითქვას, ნამუშევარი იმასთან მიმართებაში, რომ თქვენი ურთიერთობა, თქვენი მდგომარეობა არ იყოს, ანუ არ იყოთ წყულში, სულ იყოთ არჩევანში. აქ ესე ვიტყოდი, რომ ვიღაცისგან რაღაცნაირი ენერგიებს იპარავენ, ხო? ვიღაცამ გაგთვალათ, ვიღაცამ რაღაცა ცუდი გისურვათ, ვიღაცამ კონკრეტულად ჩაერია თქვენს ურთიერთობაში და თქვენს ენერგიებში. ვიღაცასთან შეიძლება რაღაცა ცოტა უფრო სიღრმისეული იყოს ეს სიტუაცია, რაღაცა ოჯახურად, ოჯახიდან მოდიოდეს, ხო, რაღაც ესე ვთქვათ, საგვარეულოს რო ვეძახით. აქ მეორე ვარიანტთან არის ისეთი სიტუაცია, რომ შემოვა თუ არა თქვენთან ადამიანი, ნახეთ, ადამიანი რომც გამოჩნდეს თქვენ ცხოვრებაში, ხო? და სხვათა შორის არც თუ ისე ცოტა ჩდება თქვენ ცხოვრებაში და საკმაოდ ისეთი ხართ მამაკაცების თუ ქალბატონების ყურადღების ცენტრში. აქ თქვენზე არის რაღაც ისეთი მძიმე აი მეორე ვარიანტი აშკარად დამოწყებინა ცოტა ისეთი აქ არის მძიმე სიტუაცია, რომელიც არ გაძლევთ უბრალოდ საშუალებას იმის, რომ თქვენი პირადი დაალაგდეს. აქ არის ისეთი მომენტი, როდესაც რატომღაც იპარავენ აქ ენერგიებს, აქ რაღაცა გონების დაბინძვასთან არის, აქ თითქოს ბოლო მომენტი არის რაღაცა გადამწყვეტი ხოლმე, რომელსაც ხო აქ თქვენთან ნამდვილად 10-იან ხმალით ისევ დასწრის ფონიში. მეორე ვარიანტთან არის ისეთი მომენტი და ისეთი პრობლემა, რასაც ქვია კონკრეტული ზემოქმედება ურთიერთობაზე, კონკრეტული ზემოქმედება ადამიანზე და კონკრეტული ზემოქმედება იმ სიტუაციებზე, რომელიც არ გაძლევთ წინსვლას, წინ წასვლას და ამთავრებს თქვენს ურთიერთობას. სამწუხაროდ მეორე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის აქ ცოტა სირთულე არის, ესე რომ ვთქვათ, პირადი ურთიერთობის დაალაგებასთან დაკავშირებით. აქ ცოტა რთულია ვინმეს გამოჩენა ესე აქტიურად, აი ხო გონებთ შეიძლება გამოჩნდეს, მაგრამ აქ ყოველთვის ხდება რატომღაც ტკივნეული გამოჩენა, დასრულება. აი არ მიდის ბოლომდე ურთიერთობა, არ თითქოს
იცით არის რომ გამოჩნდება კი აი გამოჩენაც ერთია, მაგრამ ნახეთ როგორი მომენტი არის შეიძლება ისეთი ვიღაცა გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში და ისე მოვიდეს რომ ანუ ხო არის რაღაცა მომენტი, როდესაც აი ეს არის ჩემი და მორჩა ხო აი რაღაც ან ეს არის რაღაცა აი თითქოს არის საერთოდ თქვენთან მიმართებაში არანაირ კავშირში არის ეს რაღაცა ის ადამიანი, ისეთი ადამიანები შეიძლება ჩნდებოდეს. მოკლედ ესეთი გამოვიდა პირველი და მეორე ვარიანტი. პირველ ვარიანტთან უფრო არის ისი მომენტი რომ გამოჩნდება და მეორე ვარიანტთან ცოტა სირთულეებთან არის დაკავშირებული, თუმცა ყველაფერს მოევლება. მე წარმატებულ ურთიერთობებს გისურვებთ, ბედნიერებას ითხოვ თქვენთაგანს და გამოჩენილობას მალე ის ადამიანი, ვინც გაკაბედნიერებთ. დროებით.